რაბაზარია, 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 რაბაზარია. რაბაზარია. ლექსად მინდოდა დღეს შემოსვლა. როგორ ხართ მეგობრებო? ხომ ხართ კარგად? ტრადიციულად დღეს სამშაბათია, როგორც ორშაბათის მერე ხო სამშაბათი მოდის, ხო და გაგიკვირდება და დღეს სამშაბათია. შესაბამისად რაბაზარიას დღეა, შესაბამისად ბაზარში ვართ და შესაბამისად ვეკვას 3 ნომერში ვართ. შეგიძლიათ მიყუროთ ლაივში, Facebook ლაივში, ბაზარის Facebook გვერდზე, ასევე შეგიძლიათ ხვალ უკვე 4 შაბათ YouTube-ზე მიყუროთ რაბაზარიას გვერდზე, ანუ subscribe-ი გაუკეთეთ, გაჩვდით. ასევე შეგიძლიათ ეს ყველაფერი თუ დაგეზარათ, მობრძანით აგერ, მაგრამ ადგილი აღარ არის შეივსო, ისიც რატომ გეტყვით ახლა რატომ. მოკლედ, მე ყოველთვის ესეც საფიქრალი მაქვს ხოლმე სტუმრებზე რა, მინდა რომ ბალანსი იყოს დაცული. ხო და წინა სამშაბათს თუ მყავდა დაბალი და უშნო კაცი, დღეს მოვიყვანე მაღალი და ლამაზი ქალი. მოვიყვანეთ რა, შემოვიყვანეთ 4-ად დავკეცეთ და დავსვით ამ შეპატარა სკამზე, იმიტომ რომ ვერ დავტიეთ, ანუ ფიზიკურად აქ ესე ფერხები. მაგრამ რაღაცით მოვკეცეთ და დავსვით. ლამაზია, ნიჭიერია, მსახიობიც არის, მოდელიც არის, ინფლუენსერიც არის, წამყვანიც არის, აქედან კარგი ხო შეხედე. დედაც არის, კარგი. არ ბაცადა მე თქო. და უბრალოდ ლამაზი ქალი არის. მოთხილამური არ არის. საშუალო გარეგნობაც აქვს რა ისეთი რა. უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის. ანასტასია პაიჭაძის და ალექსანდრე პაიჭაძე. არის ჩემი სტუმარი. გამარჯობა, რა გაგიკეთე ხედავ ანასტასია პაიჭაძის და ანასტასიას მეძახის ნახევარი საქართველო. მართლა? კი, სუვერენით ერთ. ალექსანდრა, რა ბაზარია? აუ, რავი, ძალიან მაგარი ბაზარია. მაგარი ბაზარია. კი, შენ სადაც ხარ, ყველგან მაგარი ბაზარია. მართლა და შენ რა კარგია რომ მოხვედი. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო მეგობრებო, რომ მოუცვლელი ქალია, არასდროს არცალია, მაგრამ ჩემთვის მოიცვალა. ჩემთვის ყოველთვის იცვლიან კარგი ქალები. კარგი და ლამაზი ქალები. კი. როგორ ხარ? სუპერ, შენ? მეც კარგად, ეხლა მით უმეტეს, შენ რო გიყურებ. ცოტა ნერვები მეშლება, მაგრამ რა. რაზე გეშლა? რარი ეხლა ეს ნუ? რარი ეხლა? რაღაცა ისეთი წარდგენა გამიკეთე პოსტერზე, რომ ვაპირებდი რაღაცა ბოტასებით, ჯინსებით, რაღაცა რატო არ ჩაიცი? oversize. რატო არ ჩაიცი? რატო მოხდა? ფეხები რო დაწერე, მივხვდი რომ არაფერი სხვა არ გაინტერესებს. რუნები გაწერია. ჰა? რუნა გაწერია, დღეს წამეშალა. არ არის რუნა, ეს მშვილდოსნის რუნას გავს, ერთ-ერთ რუნას გავს და აქ სპარსულად მაწერია რაღაც სიტყვა. სპარსულად გაწერია მე ვარ ქალღმერთი? არა. აბა? იცი რა მაწერია? joyfulness. joyful. ანუ ჩემი თავარი კრედო. შენი თავარი კრედო. ხო, და ეს ვებხვი ხა იცი. თბილისში ჩამოხვედი ახლა ხანს, მილანებში, ესპანეთებში. რა ხდება? ძალიან მომენადა ჩემი შვილები და ჩამოვაკითხე, მოვეფერე, ჩავეხუტე და ეხა მივდივარ. ისე მიდი ხარ? იქ რა ხდება? მითხარი რა საკეთებ? ოუ, ძალიან მაგარი რაღაცები ხდება რა. იცი როგორი ფაზა მქონდა ცხოვრებაში, რომ აბა? აი ხო, თავი დამანებეთ ყველამ. ხო? ჩემ თავს უნდა მივხედო. მოიცადე, აქამდე შენი თავისთვის არ მიგიხედი. შევარი, პირველად ვარ ცხოვრებაში, შევარი და უსაქმური და აი რაღაც გარემო პირობებზე დამოკიდებული. ხო. მაგრამ მე როგორც joyfulness, yes, მე ვქმნი ამ ჩემ გარემოებებს რა. ყველა დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ვარჯიშობდი, სწავლობ იტალიურს. ხო. ხანდახან შოპინგობდი კიდევ. რა შვები? შოპინგობ. ხან შოპინგობს, ხო, ალბათ დღე და ღამე შოპინგობს. ხო. ახალ წვრილ რაღაცებს არ ვამბობ, მაგრამ ისიც მე გეტყვი გაჩვენე. კარგად. შევმეტე, მაგრამ ხო და ანუ შენი თავი მიუძღვენი შენ თავს. ვარჯიშობ როგორ იცი პილატესი, აი რეფორმერი დავღეჭე. მე მგონი ვისწავლი კიდევაც და სახშიც დავიდგა, უნდა გამოვიწერო უჩვენო. რა მაგარია. სადაც ვიქნები იქ, ოღონდ ჯერ არ ვიცი, ძალიან არასტაბილური. როგორი არასტაბილური ხასიათიც მაქვს, ისეთი არასტაბილური ცხოვრება. მაგრამ ძალიან მომწონს. არასტაბილური ხასიათი გაქვს? მე მგონია რომ ძალიან ისეთი ხასიათი იცი როგორი? მშილდოსანი ვარ და ჯერ ალტერნატივა. მე ვიცი რომ მინდა სიამოვნება მივიღო ყველაფრისგან, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდი. აი ეგ მოტივი უკვე მაგას როგორ ახერხებ რომ სიამოვნება მიიღო ყველაფრისგან. აი ვიცი რომ კარგიც და ცუდიც იმისთვის ხდება რომ რაღაცა ან ვისწავლო, ან შევიგნო, ან სულიერად გავიზარდო, ან რაღაცეები დამემატოს რა ამ ცხოვრებაში რომ კიდე და კიდე მაგარი რაღაცები რომ მოვა ჩემ ცხოვრებაში, უფრო მაგარი ტიპი ვიყო. ეგრეა ხო, როგორც წარმართავ შენს ტვინს, სადაც კი, ზუსტად რა. ეხლა მაგალითად შუა მილანში მანქანის შუშა გამიტეხეს ფერარის, წარმოიდგინე. ფერარი ყავს გოგო. გამიტეხეს და შიგნით მედო, აი ესეთი ლაბუტენის პარკში. ხო. მედო დაფასოებული ესეთი მეშოკებში, ჩანთუშკები, პატარა ჩანთები. ხო. 7 ცალი. ხო. კარგები, მაქვინი, გუჩი, საგენაღლება მერე რობერტო კავალი და ლაბუტენი.
წაიღეს, რომ დაინახეს დიდი ლამაზი პაკეტი მანქანაში, გატეხეს და წაიღეს. რატო გედო მანქანაში? ერთი ბინიდან მეორეში გადავდიოდი, მაგრამ მანდაც რა ვქენი, იცი? ანუ უეჭველი ეს მანქანა, იმიტომ წავიდა ეხა ჩემგან, რომ რამე უარესი არ დამკარგოდა, ხდები? ან ავარია არ მომსვლოდა, ან რამე საშინება. ეგრე თუ არ იფიქრე, გააფრენ ადამიანი, ხო? ანუ მაქედანაც შევეცადე რომ გამომეტანა პოზიტიური დასკვნები რა. აი ეგრე გავრეკე. კი. გარეკე, ეს არის აი ასწორებს, რა სხვანაირად არ მაინტერესებს. ანუ ეხლა მე რომ ეხლა რა მაგალითად მოვიტეხო, უნდა ვიფიქრო ის რომ კარგია რომ ფეხი მოვიტეხე, შეიძლება და დაისვენებ ცოტა ხანი რა. ორივე ფეხით მომეტეხა. არა, მომკვდარიყავი ეგრე, მაგრამ აუ, საერთოდ მომკვდარიყავი? იცი რა, თუ ვერ მიხვდი, რომ უნდა დაისვენო. ხო. ეგრე დაგასვენებს სამყარო და ღმერთი, რომ აი კაი მოიტეხე მაშინ და დაეგდე იყავი მან. და შვილებთან ერთად გაატარე იცი დრო. როგორ დამიდგა ეხა ეგ მომენტი რომ უნდა დავისვენო, მაგრამ არა, ეხლა ეგრე მაგამდე ნუ მიიღო შენ საქმეს, ნახე. უკვე დაასწარი შენ თვითონ, ანუ მაინც და მაინც ძალიან ნუ გააკეთებინებ რაღაცებს. აი ცხოვრებაში როდის მიხვდი, როდის დადგა ის მომენტი, შენ ცხოვრებაში რომ მიხვდი, აუცილებლად უნდა დალიო თან. ეს არის ნაღდი სტარბაქსებია. ლაქტოზა? აი ესე ნახე აქ ისა, არ გაქვს შენ? ვერავს ლაქტოზა. სადა აქვს ის? აქედან, всё. არ ვიცი. ეს ძალიან კარგი არის, თან ორიგინალი ნაღდი სტარბაქსები. რას მეკითხებოდი? ხო და იცი მეინტერესებს. აი როდის დადგა შენ ცხოვრებაში ის მომენტი, რომ გაანალიზე, რომ მორჩა, აი ყველა მიცნობს. როგორ? აი რომ გაანალიზე, რომ მორჩა, ეხლა მართლა ყველა მიცნობს. როდის მიხვდი მაგას? რომ ძალიან ფეისი ხარ უკვე რა. რავი, პატარაობიდან. პატარაობიდან? ხო, ხალხს გონია რომ მე ის რა ქვია. ეხლა 30 წლის მერე დავიწყე ცხოვრება. რეალურად ანუ 14 წლიდან ხო ძალიან აქტიურად ვარ ამ მოდელი სამყაროში ჩართული, ხო? რა ვიცი, ბავშვობიდან გრძნობდი ყოველთვის ყურადღებასაც, ცენტრში მიწევდა ყოფნა. ყურადღებას ვერ იგრძნობდი და ვერ ცენტრში ვერ იქნებოდი. ხო, მაგრამ უკვე საზოგადოების ფართო ნაწილიდან და არა სკოლაში მაგალითად და თაყაისანავით. ჭორებზე როგორ ხარ? ერთობი თუ თუდად მოქმედებს? ძალიან ვერთობი. ერთობი? აი მაგრამ არსებობს რაღაც ისე ჭორა, მათ გამოგიყვანა მდგომარეობიდან. მე გამომიყვანა მდგომარეობიდან ბოლოს რაღაცა ძალიან იდიოტობები რომ მოიგონეს. აერთოდ აი არაფრიდან აუ რაღაც არც მინდა გავიმეორო იმდენად არ გამიმეორო თუ არ გინდა ბოროტი იყო და ნუ მეთქი რა დავაშავე ან მე რა დავაშავე ან იმ ხალხმა რა დავაშავა რომელიც ვაფშე არ მიშუაში არა აი ერთადერთი ეგ იყო რომ ბოროტი ხალხი არ მევასება და ეგრეც ვეყყრობი ხოლმე ბოროტი ხალხი არავის არ გვევასება ხო და აი ბოროტი განზრახვები არ მიყვარს რომ შეიძლება რაღაცა სისულელე თქვა და ოკეი ძალიან მიგები არ მაინტერესებს მაგრამ აი ბოროტი განზრახვა რო გაქვს აი მან შემიძლია აი გაგიჟ სასიამოვნო ჭორი? ჰა? სასიამოვნო ჭორი? არ გამიგია? არ გაგიგია? არა, გოგოებს სასიამოვნო ჭორებს არ ამბობენ. შენზე გაგიგია რამე? ჩემზე? ჩემზე ახლა იმდენი ჭორი არის. იმდენი ჭორი არის, რომ რომელი ერთი მოგიყვე? კარგი. კარგი ჭორი არ გამიგია. ხო და მეც არ გამიგია. ეხლა არის ეს პერიოდი, როდესაც საოცარ ჭორებს ვიგებ. ხო. ბიჭია, უდანაშაულო ბიჭია, შეყვარელი. ხო და არ არის ესე. არა და ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი რა. ქალებო ყველა ქვეყნისა შეერთდით. წარმოიდგინე შეერთდით. ყველა სოფლისა შეერთდით. ხო. აი ხა წარმოიდგინე კაცი ხარ. მე ვარ კაცი. ქალს, ხო, ცოლად შეერთავდი. დაიწყებდი ურთიერთობაში შენაირ ქალთან. რა კითხვა დაგისვი, რა თქმა უნდა. ანუ რა თქმა უნდა. ამ საკითხს რას აკეთებ? აი ჯერ straight ვარ. თუ რამეა მეცთან დაგიეკა. ეგრევე მომიგვარა ხალხო. ანუ დაიწყებდი ურთიერთობას შეულებრივად ცოლადაც მოიყვანდი წამში. ხალები შენაირი ინტელექტუალი, იუმორით ახსავს. იუმორი ხო იცი? ინტელექტის ზენიტია რა, რა თქმა უნდა. რაც არ უნდა მაგარი კაცი იყოს იუმორში თუ მიტეხავს შანსი არა. ანუ აი რაც არ უნდა იყოს. სულ ალენ დელონი გამიცოცხლონ. როგორი ცუდი იუმორი მაქვს იცი მე. როგორ? უსწერო ესე. იუმორი? ცუდი იუმორი მაქვს ხო? ცუდი იუმორი არის, შემიძლია ადამიანი განგმირო ენით მართლა. და ნუ მივაჩვიე, მაგრამ იცი რა, ვისაც ესმის, ესმის. აი, საჭირო მოპასუხე გჭირდება ეგ დროს რა, რომ კაი საინტერესო იყოს. გემრიელია ხო? რა მოგწონს შენ თავში? აი, რა თვისებები, აი, რა თვისებას გამოარჩევ? გარეგნულ თვისებას? რა თვისებას გამოვარჩევ და ვარ უანგარო მეგობარი. კი. და მე შენ გხედავ, შენ ტოპზე რა, ანუ ტოპ ლეველზე. და მოგიწოდებ რა. და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაგეხმარო, რომ ახვიდე მაგლებს. ქალური შური გქონია, ოდესმე მიგრძნია თუ მე მქონია? შენ გქონია თუ არა ვინმეს მიმართ, შენ მეგობრის მიმართ, მაგალითად, ერთადერთი თვისება
არ მშურს, მაგრამ ვცდილობ გამოვიმუშაო, არის დისციპლინა. აი, როგორი დისციპლინა იცი? მაგალითად, აი, ჟურნალინგი, რასაც ქვია, წერა. ხო. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მანიფესტაციაში, სურვილების ასრულებაში. ვერ დავიწყე წერა. მე რა? ვინც წერს ყოველ დღე, აი, ჟურნალინგს ვინც აკეთებს, აი, იმის ცოტა შურს რა, აი, ჭირდება ეს კონცენტრაცია. იცი რა, რაღაცას რო წერ, რა, აი, ხელს რო აწერ, აი, მართლა ვარსკვლავში წერ, რომ აგიხდეს და გიხდება. ისედაც გიხდება, მე მგონია. ვინ დაინახე? ვინ დავინახავდი, ახლა მოუსვენა. მეუღლე მომბრძანდა. იცი რა რეიტინგულია? შენ თავს ფიცა ვარ? ეფი არ მეფარება. მე ხომ ნახულობს 30000 კაცს. ამას ნახულობს 120.000 კაცს. ცოტა ხანი შეგიძლიათ რომ სპოტლაით არ წაგვართვა და გაბრძანდეთ. თუ შეიძლება აქ დაბრძანდით რა. მაშინ შემობრძანდით. არა, თქვენ შემოვიტანეთ, თუ შეიძლება ახლა როგორ შეიძლება. ხედავ ხალხო. ესე მობრძანდა მეუღლე. ამ ხსიდა. ალექსანდრას სიგრძის ყვავილები მოიტანეს. შეხედე. ვაუ. ეს ვიდათო. გადაცემას ასე. გადაცემას დიდი მადლობა. რა კარგი. მადლობა დათუჩა. დათუჩას ეძახი? ხო რა ვქნააბა, სხვა გზას არ მიტოვებს და ანუ ალექსანდრას სიგრძის ვარდები მოიტანა. მე ხედა. ხო და რამდენჯერ უთხარი რომ მაინც გადაჭრეჭირდება და ნუ ყიდულობ რომ სიგრძე ვარდებს. უნდა გადაჭრეჭირდება ამ სიგრძე ყვავილებს. მაგიერია. მოხვალ შენ სახში. ამას უყურეთ ერთი რა. ეხლა ზუსტად ვიცი რომ ყველაზე ძალიან გესიამოვნა ეს ყველაფერი და ჩადნას. ფოტოშორის დღეს მე-13 გულია. ეხლა მოგიყვები. დილით დაბრუნდა ვარჯიშიდან სახში. და რაღაცა მინდვრის ყვავილები მომიტანა, იმიტომ რომ ამაზე ერთხელ უკვე ვიჩხუბეთ. ხო. არ მინდა ეს მიიღოს. რატო შეხე? იმიტომ რომ ეს არის ბალზამირებული ვარდები აშენ. ბალზამირებული ვარდები მე არ ვიცი. ჩემი დოლია. მოდი აქედან აქ. შეიცუცკე. ეს კალი ახლა 4-ად მოვკეცოთ. ფეხი მომტყრა ანაირად. აი ნახეთ. ამ სიგრძე ვარდები სადმე გაგიგია და ესე მოართო მეუღლე. მაგრამ უნდა გადაჭრა და ეგ არა პრაქტიკულია. აუ არა, გრძელი ბაზა გჭირდება. მოკლეები მიჩა. გრძელი ბაზა გჭირდება. აუდი სადმე ვილეროი ბობში. გავდივარ. დათო, დიდი ლარნაკია საჭირო სახლში. კი. მოაყოლეთ ხოლმე 1000-ობით ვარდს რო გჩუქით, მოაყოლეთ ლარნაკებიც. როგორ? ლარნაკებიც უნდა მოაყოლონ, მართლა აბაზანები მაქვს. ეს სახლში. აღარ შემილია ყავყო. ამდენი ყვავილები. აღარ მინდა კაცო. ლარნაკი ყვავილს თუ მომიტანო, ლარნაკიც მომიტანო. კიდე კაი რაღაც გითხრა? შენ ახლა სინგლ ხარ, თავისუფალი ხარ? კი. აი სინგლი არის. მე რა გითხრა? როგორ? არა, მე მითხარ როგორი კაცი უნდა იპავა? მე, არა, მე ჯერ უარი მაქვს რა თქვა მიკაცებზე. ხო და როგორც კი უარ სიტყვი, მე ეგრევე პოულობ. ხო იცი, ეგ პრაქტიკა. არა, დიდი მადლობა, ეგრევე ვარ ცოტა ხანი. ყველაზე ცუდი კომენტარი თუ გახსოვს, რაც შენზე დაწერილა. ჩემზე იცი რა დაწერეს ერთხელ? ისა რა ქვია, ჭერზე უნდა გავიკრავო ამ გოგოს ფოტო, რომ გავახელო თვალს უთილოს, რომ მალე გამეღვიძოსო. არ არსებობს. ისეთი მახინჯიაო. აინეო. აი ეგ ჩამჩა ერთადერთი ყველაზე მეტად. და იმის მერე მივიღეთ ჩემი თავი. და შენზე რა დაწერეს ცუდი? ჯერ უნდა განვიცადო ცოტა ხანია პატია ჩამორ. ჩემზე რა დაწერეს ცუდი? ზედმეტად ლამაზიაო ალბათ. არა. ზედმეტად გრძელი ფეხები აქვს. არა, იცი რა არის? რადიკალური ის არის რა. ვიღაცა ამბობს რომ რას გავს და ვიღაცა ამბობს რომ რა ლამაზია და ვერ გავიგე რომელი ვარ, ანუ რას გავარ თუ რა ლამაზია. ძალიან კარგად იცი რომელი ხარ. ძალიან კარგად იცი. ალექსანდრა მართლა ანუ ხო შეიძლება რომ აი ისე რა არის რა ვიღაცა ნეიტრალ არა ანუ რას გავს ფუ ეს როგორ მოგწონთ და ვიღაცა ამბობს რომ ჩემი ხუმერი ხარ ქალღმერთო არა ხო ცოტა ვიჭრები ეს ისე გემოვნებაზე არ დაობერ ვიღაცისთვის მართლა ხარ ლამაზი ვიღაცისთვის მაგას თუ გადავყვებით საერთოდ თავარი შენ ეგოსთან იყო კარგად და სწორად თუ სადღაც არც გაფრინდა კი ჰარმონიაში ჩემ მონაცემებთან ნუ საოცარი გოგო ხარ იცი რა, თან აი წლიდან წლამდე მგონია რომ უფრო პროგრესირებ რა ფიზიკურად, იმიტომ რომ რაღაცა შინაგანი ჰარმონია უფრო იმატებს, რაღაცა საკუთარ თავზე მუშაობ, რაღაცა ტვირთებისგან თავისუფლდები. ხელდები, ანუ ცელულიტი მიყვება სტრესი. ცელულიტი მიყვება სტრესი. ცელულიტიც მიყვება. და ბოღმას მოაქვს ცელულიტი? ბოღმას მოაქვს ზუსტად ეს ჩაკირული. ბოღმიანებო, თუ არ გინდათ ცელულიტი, მოიშორეთ ბოღმა. ეგრევე მოგშორდებათ ცელულიტი. მართლა გეუბნები. ხო, გამხსნებსაც აქვს ცელულიტი. რა. იცი რა, შენ წარუმატებლობაში ხვის წარმატებას რო არ დანაშაულებ, აი, მან ცელულიტი ხდება. მართლა აქედან მოდის ეგ უჯრედების და ყველაფერი. კარგი, ახლა იცი რა მაინტერესებს? აი მილანში რა საპირებ?
ო, მილანში ნახე, აი ატყდა ხო ყვეწეწვაგლეჯვა? კი, ატყდა წეწვაგლეჯვა, ვინ არის ეს? ანუ თან ახლა ჩავედი, როგორ ხო ხდები? ხო, მოდელი ხარ, ფოტო მოდელი ხარ? top level სიტუაციებში და ხალხში და რაღაც პროდიუსერებში და ასე შემდეგ და Ferrari-თ მოვიდა გოგო და ნუ Ferrari იქ არის ჩვეულებრივად. ვერცა ეს მომაყოლე რა. მე და ჩემი პროდიუსერი დავეძებთ და ნუ ბოლოს უკვე ჩემო პროდიუსერმა დავეკრო, არ რიხებს საყურნელს და იქნებ შენ მაინც დაურეკო და ნუ რა თქმა უნდა მე ერთი დაურეკე და ეგრევე მიპასუხა, მადლობა. დიდი და სანამ დაურეკავ და თავისი აგენტი ყავს, აგენტს ველაპარაკეთ. აი კოცნა გაუგზავნა აგენტს. ანუ ალესთან დაკავშირება თუ მოგინდებათ, ჯერ აგენტს უნდა დაურეკოთ. აი ეს არის სწორი სხვათა შორის. მე კი ხუმრობ ახლა, მაგრამ საქართველოში ეგ კულტურა არ გვაქვს. სამწუხაროდ. კი, არ არის, იმიტომ რომ მე წესიერად ვერ გიპასუხებ. ან როგორც შენ პროდიუსერს ვაწვალებდი, არ ნერვი არ გაქვს და ეს ადამიანი იმდენად დაალაგებულად გარკვევით და ზუსტად ამბობს ყველაფერს, აი ძალიან კარგია დამკვეთან ურთიერთობისთვისაც, კომპანიებთან ურთიერთობისთვისაც და ყველაფრისთვის, რა ძალიან ცივილური ფორმაა რა. და რა თქმა უნდა, ხელფასი და კონტრაქტი და ყველა ხომ ეს მთელ სოფლიოში მიღებული პრაქტიკაა ეს, მაგრამ სოფლიოში აბა იქ გავერია ამ პროდიუსინგში და ამბებში რა. ხო და ძალიან აქტიურად ვსწავლობ იტალიურს. მინდა სექტემბრიდან ცოტა სამსახიობოს განცადა. აბა რა, რაღაცა ერთი როლი და всё რა მორჩა ჩათვალე რომ იქ ვარ. თან იქ უყვარ ხარ. იცი ყველა ხოხია. იქ ფეხზე კიდია ქმარი ყავს და შორდი. ის აღარ მოგეწონა ეს მოგწონს იმასთან გინდა. ანუ ჰეითერები ნაკლებად არიან. ვაფშე არ არიან. იქ არ ანუ ქალი ვიყავთ. გიждებიან ქალები. თუ დაშორდა თავის შეყარებულს ამბობენ რომ აი აღარ მოწონდა ეთყობა და ეხა ახალი. ანუ არ განგსჯენ, განსჯის მომენტი ტიპებს არ აქვს საერთოდ. იცი რა კარგი. რაზე ჩვენზე ვერ ვიტყოდით მე? არა, ვერ ვიტყოდი არა. აქ არც. აქ დამძიმე სიტუაცია კი. ანუ უბედური დიასახლისი ხარ, ან ბოზი ხარ. კი ბატონო, აქ ყველაფერი შეიძლება ანუ უტრირებულია ყველაფერი აქ რა და ყველა განიცდის ამას რა შენი საქმეა. რომს ვიყო რა შენი საქმეა. რა შენი საქმეა. What the fuck? ხო. აი ეგრე მიყარხარ მე. აი ეგრე. ხო და არაფერი ჰარმონიაა რა იქ, იმიტომ რომ ყველა ვინც არ გზნობს თავს კარგად, ცვლის სიტუაციას. შესაბამისად იციან რომ მაგროლში ყველა არის. განუსჯელოთ, განუკითხავთ, ბედნიერად ლაღად ცხოვრობენ. მაგრა სწორებს და ძალიან მართლა მინდა რომ ყველაფერი გამოგივიდეს ზუსტად ვიცი რომ მაგარი უსაქმურები არიან. მაგარი აფერისტები არიან, მაგრამ აი ამ ცხოვრებისგან იღებენ უდიდეს სიამოვნებას. შენ ნერვებს დაგაწყვეტენ შეიძლება საქმეში, მაგრამ არ აინტერესებს, ხო? ნუ ადრე თუ გვიან მოხდება რა, რაც მოსახდენია. აი მე მგონია ძალიან სწორად გილას ზედმეტად თავს, ხო? კი, ძალიან ჩემი ვაიბია. რო დავდივარ ჯერ ერთი ყველა იტალიელი მამაკაცი, როგორი ელეგანტურები არიან, მოწარმექენ. გონია რომ რაღაცა წინაპრები ყველა სკულპტორი, არქიტექტორი, მხატვარი, ანუ ზერწავი, მკერავი, ეგენი ყავდნენ. აი რაღაცა მაღალი კულტურის საზოგადოებაა ძალიან და რაღაცა ბედნიერი ხარ და კომპლიმენტი ესე კომპლიმენტი არიშურებენ კომპლიმენტებს. ბებო რო ახედებს ბაბუს რო გახედე. აუ ვიცი და ჭამის კულტი კიდე. ნუ ჭამით სულ ჭამენ. ყველა კაფე სავსეა და და გემრიელა ჭამ. ისე ჭამასავსეა, ანცარიელი, იმიტომ რომ ამზადებენ გასავსებად საღამოსთვის. ჭამაზე რა შვები ისე როგორ ხარ არ მithme არ ჭამ არაფერს გეხვეწები. მაგალითად ერთი დღე შეიძლება არ ჭამო, 20 საათი შეიძლება არ ჭამო, 22 საათი შეიძლება. ოღონდ ეს მაქვს უკვე ბავშვობიდან და გამომუშავებული აქვს ჩემ ორგანიზმს, მაგალითად საუზმე თუ რამე ძალიან ლაქშერი სასტუმროში არ ვარ ხოლმე, არ ჭამ რა. ეხა იქ რო ხარ, უკვე რაღაცა კრუასანი გინდა, ხილის სალათი გინდა და ნუ ოკეი, მიწევს რა, რომ კამპანიისთვის დილას ვისაუზმო. მაგრამ ისე 18 წლიდან დაახლოებით, აი მას შემდეგ რაც აურიე ყველაფერი და საშინელი დიეტებით დავიზიანე კურსლავი, გადავედი ფასტინგზე რა. აჰა. 18 საათი, 20 საათი, 22 საათი, ერთი დღე. და ნუ მიჩვეული ვარ, всё, აღარ მაწყობს შიმშილი. პირიქით, აი უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, ნახევრად ცარიელი როცა ვარ და ენერგიაც მაქვს, ენერგიაც გაქვს, შენ ენერგია ნახდად. და კუჭის სხვათა შორის ბევრი დაავადება არ მქონია, მაგრამ რაც მქონდა, ეხა არ ვიტყვი დეტალებში არ შევა. განვიკურნა ზუსტად ფასტინგით. რას მეუნები მართლა? დამირეკეთ ხო? რა საინტერესო დაურეკეთ. იცი რა მაინტერესებს? რა მე ისეთი თუ გაგიკეთებია ცხოვრებაში, რაც აი ახლაც ძალიან ცხენია. ძალიან ცხენია? ხო. მაგრამ მომენტა მოყვები. ხო, ნუ ეხა ისეთი რაღაცები, რასაც ვერ ვიტყვი, ასე მაგრამ. ხო, მაგრამ ნუ აი რაც მაგრამ ეხა no risk no story, ხო იცი? Yes, I did it. ყველაფერი გამიკეთები. ყველაფერი გაკეთებია. კარგი. კარგი, ხო. რაღაცებს ხო ვაკეთებ. და ისე ხო რა, აი რაც ის, რაც აი ციცაკ, ხო იცი, აი ცოტა spice აქვს რა. ხო, ეხა მართლა ეგ ხასიათი მაქვს, ეგ თუ არ გავაკეთებ
მე არასწორად გავაკეთებ რა. ჩემი შეგნებით თუ არ გავაკეთებ. ყველაზე ნიჭიერი რაში ხარ და ყველაზე უნიჭო რაში ხარ? ყველაზე ნიჭიერი ვარ, ვფიქრობ კამერასთან მუშაობაში. აი რომ დავფიქრდი რა შეიძლება გავაკეთო, რა ბიზნესი შეიძლება მქონდეს, რა შეიძლება შევკერო, რა ბრენდი გავაკეთო. არ მაინტერესებს. არ გაინტერესებს. აი დამაყენე და ამაპოზიონე. მაქნევინე რაც გინდა. ხო და ეგ რა, კამერა. კამერა კი. ხო და ეხლა რაც შეეხება იტალიას, რო წამოვედი, მაინც და მაინც, აი დღეს მაგალითად ორ ტიპს უპასუხე აგენტს, რომ ალე კასტინგი გვაქვს და გვჭირდება ტექსტიანი. მეთქი არ ვარ, ერთი კვირა არ ვიქნები მიშველი. მაგრამ ეხლა ეს იმის ნიშანია, რომ ჩავალ ეგრევე გავაქტიურდები. აუცილებლად მეუბნები წერტილები. ეს უსაქმურობის ფაზა მორჩა ჩემ ცხოვრებაში. ეხლა იწყება. დასრულდა და ეხლა ვიწყებ შრომას და ის რაც მეკუთვნის რომ მივიღო რა. ჩემი ოცნება და მანიფესტაცია რომ ყოველდღე მქონდეს გადაღებები, ყოველდღე მქონდეს ფოტოსესია, ვიდეო სესია, ყველაფერი რაც მევასება. აქ ძირითადად წარმოიდგინე ხო არ არის მუშაობა რა ეხლა თუ რაღაცა დაგიკვეთეს რაღაცა ეს გამირეკლამე მე ვიგონი დავრეკავ შევკრავ სიტუაციას და ოღონდ ვიკაიფ ამ დღეს ხო და ფორმაში ვიყო რა რაღაცა დიდი ბომბასთვის ვემზადებ არ ვიცი სულ ბომბებს აგდებ ეხლა მე მინდა ძალიან გემრიელი სიდრიკა გასინჯო ჩვენი Summers Bice ეს შენი არის Apple სიდრი. იცი როგორ არის, მაგრამ აუცილებელია რომ დალიო ყინულებთან ერთად. ისე არის ეს არ დამედევია. ცოტა გასინჯე მოკლედ და შეაფასე თუ გინდა არ შეაფასე. Summers Bice. ჩვენებურია ქართული? No. იმპორტულია? იმპორტია. მოგწონს? ძალიან გემრიელია. აუ ძალიან. ხო და თან ალკოჰოლი. ვაფენს მარზე და ცოტა რაღაცა ვაშლისკენი. კი, ვაშლისკენი ეს არის ეს არის blueberries. აუ ეგეც გამასინჯე რა. გასინჯე. აი აქ ჩამის. ეგ უკვე ვთქვი, ხო, აუცილებლად ყინულებთან ერთად უნდა დააყენოთ. გაგიმარჯოთ. ხო. გემრიელია ძალიან გემრიელია, ძალიან. გამატანეთ. იცი რა მოინტერესებს? ტყუილებს მარტივად ამბობ? ძალიან. მეც გონია, მეც. საოცარი, ოსკარი. ხშირი ტყუები, ის სასწრაფად ვიპასუხე, რომ ხშირად არ ვიტყვი, ძალიან გუწრფელი. აი, იცი რა მითხარი? აი, დაჟე ჯობია ურჩევნია მოვატყუო. მე ძედმეტად მე მიყვარს. აი, მაგალითად, ვიღაცისთვის გითქვამს, რომ აი, რა კარგად გამოიყურებ. და როგორ გიხდება? არა, ნუ აი ძალიან შენია და ამ დროს აი არ მოგწონს, არაფერი არ უხდება, არ ვარ და რატო გამყიდველი ვარ თუ რატომ უნდა? აი, რატომ აი არ ვიცი, რაღაც სიტუაციის გამო, რაღაც საქმის გამო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შენთვის, შენ სასიკეთოდ გამოგიყენებინა, გაგიკეთებია ესეთი რამე? რა თქმა უნდა. ყველა სჭირდება ტკბილის სიტყვა რა სისულელეა, აბა რა. ყველა სჭირდება არა, შენ ნუ იმ მომენტში თუ მე მჭირდება ორმაგად. მაგრამ ადამიანის სიტყვით სიამოვნება მიყვარს რა, აი ბასიამოვნებ, რატო უნდა დავიკლო? მეც ეს кайფი რო ის გახარებულია და იმასაც ხო, მაგრამ ვიღაცას ტყუილა რო ეგოს არა, ტყუილა არასოდეს ვერ ვიტან ფარისწეველ ადამიანებს. რამდენჯერ ეს რა მოხდა? არა მოვარდნილა არაფერი, რიგია სამწუხაროდ. ამოვარდნილა რა, ჩამოვარდნილა არა. არაფერი არ ჩამოვარდნილა სამწუხაროდ. ფარისევლებისგან არაერთხელ წამოვედი ისე რომ აი ტოქსიკურობაზე რას ფიქრობ? აი მე მაგალითად წაჩნიავისთვის, მაგრამ ტოქსიკური ადამიანი გამომოვიშორო და ნერვი არ მაქვს. ჰა? მე მაგალითად წელს გადავჭრილ რომ ყველა ტოქსიკური ადამიანი მოვიშორო, ყველანაირი ტოქსიკური ურთიერთობა. იქნებ შენ ხარ ტოქსიკური? არა. მე როგორ შეიძლება ტოქსიკური ვიყო? როგორ არა ძალიან კარგად. მაშინ გახდი ყველაზე გირჩევ. მარტივი არა. მაშინ გირჩევ გახდი. არა, ყველაზე მეტად ნახავ რა კაი შედეგია. ხარ ტოქსიკური? ნუ, არა, ტოქსიკური არ ვარ. აბა გახდი და შედეგები კაი შედეგები. გეხუმრები, გახდი selfish, egoistic გახდი. ყველა ხალხს სჭირდება ეგო. ხო. ეგოიზმი, ოღონდ ჯანსაღი რა. ანუ საკუთარი თავის მართლმსაყრელად გადაყენება, შვილების წინ დაყენება, ქმრის წინ დაყენება, ანუ ყველას წინ დაყენება, იმიტომ რომ მე უკვე შვილებს წინ ვერ ვაყენებ ჯერ ვერაფერს. ანუ შვილებს უნდათ რომ შენ ჯერ შენი თავი კი, ბედნიერი დედა, ბედნიერ შვილს ნიშნავს. მან გეთანხმები. აუცილებლად. კი. ოღონდ დაიჯერე, ეგ ტყუილა ნოიძა. არა, ბედნიერი დედა რო ნიშნავს ბედნიერ შვილებს, ეგ გავიაზრე წელს ნამდვილად და მაგაში აბსოლუტურად 100 თავით გეთანხმები. თვითმფრინავში რაღაცა რო ხდება საშინელება, ჯერ გეუბნები რომ შენ გაიკეთე და მე შენ შვილებს გავუკეთე, ხო? თორე შენ თუ არ უშველე შენ თავს, შენ შვილებსაც დაღუპავსო. ანუ ჯერ დედა არის ბედნიერი და მე დანარჩენი ყველა და ყველაფერი. დაჟე თაობებიც კი. ხო. ხო და ჩვენთან რაღაცა ქალის ბედნიერებაზე ხო, ბრაზები. მაგრამ ჩვენ თვითონ დავიფიქროთ რა ინდივიდუალ არ ვიცუწუოთ რა. ჩვენი საფიქრებია და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მაგაზე. რო გატყვები ბრაზდა, აი რო გატყვები და ხვდები რომ ტყუილი 100% არ დარწმუნებული ხარ, აი
მან დროს ალე რას აკეთებს? არა. არა? არა. ანუ ძალიან გესლიანი ვარ რა. შემიძლია იქვე გული გავუპო ენით. კი. ერევი? კი. დიალოგში. რას ნიშნავს? აი, მაგალითად ქალთან ხავ დიალოგში ისეთ რა. აი, კამათის დიალოგი რასაც ქვია რა. ერევი? კი, ოღონდ გამენეიტრალებელი. ყოველთვის მშვიდობის წრედება. არასოდეს ინტრიგას არ ჩავაგდებ არასოდეს. ისედაც ეს ხალხი დაიზმენებულია და კიდე მე რომ მეში ინტრიგა ჩავაგდო. მგონია რომ შენ ძალიან ბევრი რამე კიდია და ძალიან სწორი. ხო. კიდია ოღონდ ბოროტულად არა, უბრალოდ იმიტომ რომ ჩემ რეალობას ეგ არ ჭირდება და ვიცი რომ ყველანაირი რაღაც არსებობს და ყველაფერი მე არ მეკუთვნის. მით უმეტეს სხვისი აზრი მე არ მეკუთვნის. და სხვისი სიყვარული ამ ჭირდება, იმიტომ რომ თავის ძლივს უყვარს ამ ხალხს და მე რა შუაში ვარ, ხო? და თავის ძლივს უპოვია, მე როგორ უნდა გამსაჯოს. ამიტომ პატიობ რა. ის თუ ფიქრობს რომ მე ცუდი ვარ, რაღაც უჭირს. იმიტომ რომ მე არ ვარ ცუდი. ხო, შენ ახლა ყველას შინაგანად ვაფშე ცუდი არ მაქვს რა, ანუ შიგნით არაფერი არ მაქვს ცუდი. თვით ირონიასთან როგორ ხარ? უფ, გადასარევად, მიყვარს. მე ვიცი რომ კარგად ხარ და თავიდან ბოლომდე. კი, ყველაფერი, აი ძალიან გულწრფელად თუ არის საჭირო იუმორში და რაც გადამრჩენელია ძირითადად, იუმორით ძალიან ბევრი რამე მომიგვარებია. ურთიერთობიდან დაწყებული, მეგობრობით დამთავრებული და შვილთან აი მაგალითად რაღაცის გარჩევა, აი რაღაცა რომ მინდა რომ ვუთხრა, ყველაზე მაგრა დემესთან ჭრის იუმორი. დემესთან ვიცი რომ ძალიან მეგობრობ. დემეც სარკასტულია და მგონია რომ ჩემგანა აქ აი ძალიან ისეთია რომ აი მართლა თუ რაღაცა. აი შენ თვლი როგორი დედა, აი როგორ თვლი როგორი დედა ხარ? მე იმ ხელა რესურსი ჩავდე დემეტრეში და ყოველდღიურობა იმდენად გავულამაზე და გავილამაზე მეც მისი მთელი ბავშვობა, რომ აი ახლა ვუყურებ და ვხედავ რომ ანუ შეიძლება მთელი დღე არ ვიკონტაქტოთ და 2 დღე არ ვიკონტაქტოთ, მაგრამ ძალიან ჩემია რა, ძალიან დამოუკიდებელია, ძალიან თავის პატრონია რა რაღაცნაირი და მარტო მე არა, კლასელებიც ეგრე უყურებენ რა, რაღაცნაირი. ეხა ახალი ტელეფონი აქვს რაღაც საოცრება და უბედნიერესია. გუშინ ვარ. რამდენი წლის არის ხო და? 14-ის ხდება, 14-ის ხდება. და რამ ხელა იცი, აი ზუსტად ჩემს სიმაღლეა და ერთ წელიწადში ალბათ რაღაცა ავერებით, ანუ დაძმა ხარც დედაშვილი არ ვართ ფაქტობრივად უკვე. გოგოს დედობა როგორია? გოგოს დედობა ყოფილა ღმერთის საჩუქარი. აი ზუსტად. როგორ ვუყვარ ვარ იცი? ათბილებიანი რა. და როგორი ფან-კლუბი მაქვს სახლში, ანუ ვიკი დათო დემე. ანუ მეთქი ახლა რამდენად გავიგლიჯო, მართლა შემეშვით. კაი. ანუ აი ეს აღფრთოვანებით, თან აი ყველაფერს აკოპირებს რა, ანუ სარკე ვარ მისთვის. კი, სარკე ვარ ყველაფერში და არ ვიცი, ეგრე ძალიან არავის არ ყვარებულ ვარ ამ ცხოვრებაში. არა, საოცარი გოგო მოიცეთ, საოცარი ანუ ხო, რაღაცა დედიკო, ну, იდეაში ვიკის გამო ჩამოვედი ახლა. ჩამოსვლაზე ერთი კვირით მყავდა იქ მილანში და იმ ხელა სიყვარული მომცა და უცებ ისე გავცარიელდი მეორე დღეს ვერ წამოვიდა. მეთქი. უნდა ვნახო. ხო. ჩამოვედი. შემოხვედი. საბუთეები რაღაცეები და თან ბავშვთან ვარ სულ. არ წაიყვან ბავშვებს? კი, წავიყვან და დაჟე მირჩევნია რაღაცა ბაღიდან გამოვიყვანო და ჩემთან მყავდეს რაღაცა მგონია რომ ამ მოგზაურობებში ერთად ყოფნაში უფრო მეტ რაღაცას მიცემთქო ვიდრე პროგრამაში. აბსოლუტურად გეთახმები, თუმცა ბაღით ძალიან მნიშვნელოვანია. არა, რა თქმა უნდა, იმ ხელა პროგრესია გვაქვს ერთ წელიწადში, რომ დედასთან ყველაზე ბედნიერი სად არის ვისთან არის? ფსიქოლოგთანაც დამყავს თერაპიაზე დამყავს, რომ მეტყველება გაუმჯობესდეს. რაღაცა ქცევის არევა ქონდა დასაწყისისთვის, მაგრამ აი საოცარი ეფექტი აქვს ახლა და საოცარი შედეგი და რავი რა. ანუ თავს არ ვიტყუებ რაღაცა რომ არ მომეწონა ბავშვში რაღაცა მომენტი, ეგრევე ფსიქოლოგები და თერაპევტები ჩავრთე და მივედი კარგ შედეგამდე. უხერხული სიტუაციებიდან გამოძრომა იუმორი. აი რა ერთ მაგალითად შეგიძლია მომიყვე? არა. რატო? იმიტომ რომ მეხსიერება მაქვს 0.0. 0.0. უხერხული, იცი რა, უხერხული მომენტის საშენოდ გამოყენების ტექნიკებიც რაღაცები არსებობს და ანუ ისე იუმორი გეხმარება მაგაში. ძალიან ხშირად და ძალიან რედ ფლეგები რა არის შენი კაცში, თვისებებშიც და ისეც? ნუ აღარ ვიტყვი. აი რედ ფლეგები რაღაცა. როგორ? ურთიერთობაში, ხო? ურთიერთობაშიც და ისეც. ნუ მათი ხასიათის ნაწილია რა თქმა უნდა, მაგრამ არ მომწონს ჩემს გარდა კიდევ ვინმეს რო ეკონტაქტებოდეს. როგორ? არ მომწონს კიდევ ვინმეს რო ეკონტაქტებოდეს ჩემს გარდა. გამარჯობა, რა თქმა უნდა. არც ერთ ეტაპზე. რა თქმა უნდა. ფოტოშერს არც მქონია ეგეთი რაღაცა, სულ ყოველთვის
შენ ძალიან ეგოისტი ხალი ხარ, ხა შენ ვერ ვისაიტან ერთი ძალიან მაინტერესებს. და იციან კიდეც რა, რომ მაგის გამო დაიჯდებიან. რა თქმა უნდა, დაჯდიან. დაგიჯდიან. დარჩებიან ძალიან კარგი რაღაცის გარეშე და ახლა რა თუნდაც ეგრე. ალეს გარეშე დარჩები. ზუსტად, აი კიდე რა არის red flag-ი შენთვის კაცი? კიდე red flag-ი. ნუ თავდაჯერება უნდა გქონდეს რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. red flag-ი არის ჟმოტი არ უნდა იყოს რა. გამარჯობა. ჟმოტი. და უიუმორო არ უნდა იყოს. ეგ ხო ვთქვით უკვე, მაგას აღარ ვახსენებ, იმიტომ რომ ერთხელ ვთქვით. აი ჟმოტი კაცი რა. ჟმოტი კაცი. და ხო, იცი რა, ზოგადად ჟმოტი ადამიანი საშინელია. შეიძლება ბევრი ფული არ ქონდეს, მაგრამ გულუხვი იყოს და გზებს პოულობდეს, როგორ გაგახაროს. საერთოდ არის საჭირო აქ ბევრი ფული. აბსოლუტურად. აი გულუხვი კაცი კაია. და ჟმოტი ხალით ძალიან ეხავს. ანუ ადამიანი ზოგადად ჟმოტი ეხავს. კარგი მოგეთ ახლა მასაც თვითონ მოზომილი აქვს ყველაფერი და სხვებსაც უზომავს და ისწავლება. ანუ ესეთი ცხოვრება ძალიან ცუდია. ახლა ბაზარის ამბებზე უნდა გადავიდეთ, სანამ ვითამაშებთ, იმიტომ რომ მე უნდა ვითამაშოთ. ჩემო ლამაზოდებს შეიძლება გაექცა თვალი. რა უნდა ვითამაშოთ? საწავიდა ის კაცი. მოვა კაცო, შენ არის ნერვიულა. საწავიდა, სადა ბაზარის ამბებზე მოგიყვებით. მოკლედ თუ აქამდე ბაზარში ყველაფრის გაკეთება შეგეძლოთ გარდა კინოჩვენებაზე მოსვლის და დასწრების ეს პრობლემაც გადაჭრილია მეგობრებო ბაზარში ხომოს ღია და დახურული კინოთეატრები გაიხსნას და ძალიან კარგ ფილმებს ნახავთ საოცარ გარემოში ასევე ღვინისა და გემრიელი კერძების მოყვარულებს ახალ ძალიან მაგარ სივრცეში დადი ვაინში გეპატიტებით 23-24 მაისს გამოფენა გაყიდვაზე ბაზარში ძალიან ბევრ საინტერესო ნივთს ნახავთ და სრული შემთხვევაში რა თქმა უნდა შეიძენთ კიდეც ეხლა გადავიდეთ უნდა გადავიდეთ თამაშებზე აუ იცი როგორ მევასება ესეთი გადაცემა YouTube-ზეც რო იდება და Facebook სტრიმიც რო არის თან ლაივი რო არის ეხლა Facebook-ზე იმას ლაპარაკობ ეხლა ლაივში ვარ რასაც მინდა რომ იმას ლაპარაკობ საერთოდ და საერთოდ რო არ ნერვიულობ მაგრამ რა ხო რო იპრენჭებიან და ვითომ ძალიან მეოჯახეები რო არიან არ შემიძლია ეხლა მზად ხარ თამაშისთვის გადაიდო ეს ფეხი 4 საათი გადმოხონდა აქედან აქეთ მერტო კაი ნუ კომპლექსი კაი ხარ კაი ნახე აქაც ჩანხარ შეხედე ხო და ვერ გავიგე რა მერტო თამაშს ქვია სამირამ რა სამირამ ქვია თამაშს ანუ ეს არის ძალიან გასართობი თამაში ყველა ჩემი სტუმარი ძალიან თალკე იჭრება ხოლმე და იდება ხოლმე რა და ზურგით დაუჯექი კამერას ამიტომ უნდა შემოგვიდე ჩემო ლამაზო აი ესე რომელ კამერასთან შენივე მუხლებით აქ ფარავს აი აქ მოკლედ მზად ხარ ეხლა სისწრაფეზეა ხო მზად ხარ იუმორი ჩარტე მიდი სამი სიტყვან ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ აუ კაი რა არ ვიცი სამი რამ რაც წითელია წითელი ვარდი ვაშლი ლაბუტენი სამი სიმღერა რომელშიც ნახსენებია სიტყვა მოგონება მიდი ყველა სიმღერაში ნახსენებია მითხარი სამი სიმღერა მაგონდები გელოდები მოგონებები აღარ მაგონდები აღარ მენატრები კარგი სამი სიმღერა ვთქვით უკვე სამი სიმღერა რომელსაც შხაპის დროს მღერი მოგონება ისა რა ქვია please stay I want you I need you bad please მეორე I don't wanna miss a thing კიდე თუ შეკარგად მღერი თან მიდი sweetest dream will never do კარგი სამი რამ რასაც მესამე არ თქვი არა ჯერ მიდი სწრაფად უნდა მღერო თელკუხლეტებს რომ იმღერ I can buy myself flowers რა თქმა უნდა ანუ კარგი სამი რამ რაც მანქანაში სულ გაქვს ის ჩანთები აღარ არის დავივიწყეთ არის ახლებია ბოდიში ესა დამტენი მანქანის გასაღები და ბარდაჩოკი სამი უზრდელური სიტყვა ჩქარა უზრდელური სამი უზრდელური სიტყვა არ ვიცი არც ერთი გესმით ხალხო რასაობს არ ვიცი უზრდელური ისე ხარ ასე ჩემ გულით მაგრამ სამი უზრდელური სიტყვა მითხარი ძირითადად ორგანოებს ახსენებენ ეს არ მე უზრდელება თქვი სამი უზრდელური სიტყვა წესიერი გამომივიდა უზრდელური ის არ არის ახლა უზრდელური თან თქვეს უკვე ორჯერ შენ სხვა უზრდელური სიტყვა არის არა შეურაც მყოფელი ხო კრეტინი დეგენერატი იდიოტი დამბალი მაგარი ხარ ძალიან სამი რამ რასაც კამერის წინ არ გააკეთებდი ყველაფერს აკეთებს მე მგონი არა რას ვაკეთებ აბა ისე დაფიქრდი მიდი არ ვიზასავებ რა არ ვიზასავ ან მოიცა ნუ სტოპ
აი იტალიურ ფილმში დაგიძახეს, რას ნიშნავს? აი ეს უკვე საქართველოშიც აღარ არის პრობლემა. არა, არ ვიზასწავლე. არის ასავე? მაგის garaშე გადავალ. ტიტული გამო ხო? ტიტული გამომიყვანეს, ანუ არ მინდოდა და ისე გამიჩალიჩეს რომ გამოვედი და ძალიან მეწყენი ვარ და მესამე აღარ ვიზავ მაგას. და რას არ გაკეთებ მესამეს კიდე? და მესამე, რას არ გავაკეთები და მაგალითად არ გავიჭინთები, რა ვიცი. კარგი. ეხლა არის ჩემი საყვარელი შეკითხვა, სამი ცხოველის ხმა უნდა გამოსცე. ბე. კიდე ერთი. მე. აუ, ეს მომეწონა. ფისუნია ხარ ჩვეულები. ფისო ვარ ჩვეულები. სამი სიტყვა რომლითაც მე ამღწერდი. ვაიმე. მაღალი უღიმჯაბალი. მიდი, დაუფიქრებლად, მიდი. თხელი შავი, ხიარული. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. აი დღეს დააშავი ხა. სამი ცნობილი ადამიანი, რომელსაც ვახშამდე დაპატიჟებდი. სამი ცნობილი ადამიანი, ქართველი კიდე ვის გინდა? დიკაპრიო. მაინტერესებს შეუცვლით თუ არა გერმანების. კი, ბატონო. დათო დაუფიქრებოდი მე და სანერვიულობა. მოიცა ერთი წამი კრისტიანო რონალდო, იმიტომ რომ ჩემი ბავშვების ქრაშია, მიყვარს. ნუ ცოლიანად. ცოლიანად. რომ მე არ დამაბრალონ რაღაცები. სამი რამს ასეთ შეხასიათში შეცვლიდი. ფოკუსი, მინდა მეტი, კონცენტრაცია მეტი და დისციპლინა. აჰა, ოკეი. მინდა. სამი რამ, რასაც გააკეთებ უეცრად ლოტარიაში მილიონი რომ მოიგო. არავის მეტყვი, მაგრამ ნიშნები იქნება, ხო? კიდე ვიყიდი ლაბუტენებს. გიჟდები რა ვქნა. ამ სულ ლაბუტენები გინდა? ბენტლის ვიყიდი. ბენტლის ხო ყავს თუ ფერარი ყავს? არა, ძველი ბენტლი ახალი არ მოწეს. და კიდევ ჩემს უყიდი სახლებს. ჩემებს უყიდი სახლებს, ვისაც მე გამიწევდება. ამ მილიონში ეტევი ბენტლიში, ლაბუტენებში და სახლებსაც ყიდულო. ის უკვე გადავამრავლე მე, დავაბანდი. გადავამრავლე, უკვე გადაიმოს. გენიალური პინოვნებაა ხალხო, მეტი რაზე გელაპარაკოთ რა. აი ეგ არის, ესეთია, იცის რა უნდა, ისთვის აკეთებს, რატო აკეთებს, არის ბედნიერი, წარმატებული. შენც მინდა რომ ბედნიერი იყო, წარმატებული იყო, მდიდარი იყო. წარმატებული ვარ, ბედნიერი ვარ და მინდა, ანუ და არ გადანაშაულო. შეიძლება აი მე რა ამაზია. ეს მე? ეს შენ. მერთო რა ამაზია. დღეს მეოთხე დედამამიზე. აუ, ძალიან დიდი მადლობა. იმ კაცს მე თქვენთან გამოვიშვა. ყვავილები. კაიგე. მარტო კი არა. ხო, იქ შენ. მადლობა რომ იყავი ჩემთან. აუ, რა ლამაზით აი. მართლა ძალიან კარგი ვიყავ, ძალიან მიყვარხარ და მინდა რომ მართლა იმ მიზნებისკენ წახვიდე და რა მიზნებიც გაქვს. მეც მინდა. მე ვიცი რომ ყველაფერი გამოგივადი და ყველაფერი გამოგდის, აქამდე გამოგწვია ყველაფერი და ახლა. ხო რა, აი ნახე ხო გითხარიაც მაგრამ. რაჭი ჩვენ გოგოს დასაწუნი ვერავინ ვერაფერს ვერ დაუწუნებს, ეს ზუსტად ვიცი. ველოდებით ახალ პროექტებს, ახალ კონტრაქტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო წადი რა მართლა იტალიაში იყავი რა. აქ არ გვინდა, ნუ არ გვინდა ლამაზი ქალები, ჩვენ შურიანები ვართ ყველა. მადლობა რომ კაცები მარტო. არ გვინდა არა. წარმატებული კაცები. მიყვარხარ? მე ძალიან მიყვარხარ. თქვენც მიყვარხართ, ჩემო საყვარელო. მეც მიყვარხარ. ხალხო, ვინც ახლა გვიყურეთ. ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, ზუსტადაც რომ სამშაბათს, ზუსტადაც რომ ასაც და ლაივში შემოფრინდებით რა ბაზარიაში და კითხავთ რა ბაზარია? ეგ ბაზარი დღეს ეს ბაზარი იყო, ეს დასველდა უკვე, მოიცა დავთვალე. კათიშეთ.